პირდაპირ ვთქვათ, იცვლება თუ არა სექსუალური ცხოვრების ხარისხი. მივაგენით ასე ვთქვათ ამ მეთოდს არაჩვეულებრივ ყოველგვარი ზედმეტი ჩარევების გარეშე. მეუღლე მადლობაზე დამირეკა. დაფილერებული სახე, ლამაზი ტუჩები და მაკიაჟი. დასაკვირია, სქესობრივ ცხოვრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? ინფორმირებაშიც დავეხმარებით და ცხოვრების გაუმჯობესებაშიც დავეხმარებით. ქალები თავისთვისაც აკეთებენ ამას და თავიანთი პარტნიორებისთვისაც. სქესობრივ ცხოვრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ რატო არიან კვაყოფილები? მოყვეთ. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Beauty Talks, რომელსაც წარმოგიდგენთ ნატალი ჯგუფი, სალომე ღვინიაშვილთან და ნატალია თოლორაიასთან ერთად. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რადგან არ გამოდავოთ ჩვენი საინტერესო თემები. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქალბატონისთვის და მათი პარტნიორებისთვის ეს იქნება ძალიან საჭირო ინფორმაცია და მოდი დავიწყებ პირველი კითხვით, რას მოიცავს ვაგინალური გაახალგაზრდავება? დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღეს უდაოდ საინტერესო თემა გვაქვს და მართალი ბრძანებთ არა მარტო ქალბატონებისთვის, არამედ მათი პარტნიორებისთვისაც. ის არის ვაგინალური გაახალგაზრდების თემა, რომელიც მოიცავს როგორც სამედიცინო მიმართულებას, ასევე ესთეტიურ მიმართულებას. ზოგადად ეს პროცედურა მიზანშეწონილია ყველა ქალბატონისთვის, განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ, უკვე ასაკის და მიუხედავად და თავისი მიდგომით არის აუცილებელი, საჭირო და ასე ვთქვათ, დღევანდელობაზე მორგებული პროცედურა. მანანა მინდა რომ უფრო დეტალურად ავხსნათ ჩვენს მაყურებელს რას მოიცავს თვითონ ეს პროცედურა. სიამოვნებით, ეს პროცედურა არის უმტკივნეულო, სულ რამოდენიმე წუთიანი, ძალიან კომფორტული და ქალებისთვის მისაღები, იმიტომ რომ პროცედურისთანავე, დასრულებისთანავე ქალბატონი აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას. პროცედურა არის მიზანმიმართული იმისთვის, რომ ძირითადი პრობლემები, რაც ქალბატონებს მშობიარობის შემდგომ ეწყებათ, ასაკთან მიმართებაში ეწყებათ, ეს პრობლემები როგორმე გადაიჭრას არა ქირურგიული, არა ინვაზიური, არა ჰორმონალური გზით. თქვენ კარგი ახსენეთ ახლა, იმიტომ რომ ინფორმაციის სახით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ, რომ ეს არ არის, ვთქვათ, ქირურგიული ჩარევა, ეს არის აპარატურული ჩარევა. აი უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ თვითონ აპარატზეც კარგი. ეს არის CO ლაზერის სხივით ჩასატარებელი პროცედურა, რომელიც კეთდება დეკას ბრენდის აპარატით. პროცედურას ქვია მონალიზა თაჩი. დღესდღეობით დღევანდელ ასე ვთქვათ ბაზარზე ეს არის საუკეთესო აპარატი და ყველაზე კარგი შედეგები რაც დაიდო გართულების გარეშე პრობლემური მხრიდან თუ მიუდგებით უპრობლემო პროცედურა რომელიც მინდა გითხრათ რომ ჩვენთან კი არის უკვე 10 წელზე მეტია შემოსული მაგრამ ევროპაში უკვე დიდი ხანია ამაზე და ამერიკაშიც ამ აპარატურაზე არის ყურადღება გამახვილებელი როგორც ერთ-ერთი საუკეთესო აი საუკეთესოს უფრო დაწვრილებით რომ უყვეთ ჩვენს მაყურებელს. ეს არის როგორც გაახალგაზრდავება, ასევე შარდის შეუკავებლობა, სხვადასხვა ჩვენებები მოგახსენებთ კი რასაკვირველია. ეს ჩვენება რაც არის ამ პროცედურის სამედიცინო თვალსაზრისით რაც ვთქვით. პირველ რიგში ეს არის საშოს სიმშრალეები ანუ ვაგინალური ატროფია, რომელიც საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია ქალბატონებისთვის და განსაკუთრებით უფრო აქტიურია პრეკლიმაქსურ და უკვე კლიმაქსურ ასაკში. შემდგომი ძალიან მნიშვნელოვანი თემა ეს არის შარდის შეუკავებლობის პრობლემა, რომელიც ხდება როგორც ახალგაზრდა ასაკში, მშობიარობის შემდეგ ძირითადად, ასევე უკვე რასაკვირველია პრეკლიმაქსურ პერიოდში და შემდგომაც. გარდა ამისა, აქ არის სხვა ფაქტორები, რომლებიც ესე შესამჩნევი შეიძლება ქალბატონისთვის არ იყოს, მაგრამ აქ არის საშოს ფლორის მოწესრიგება, აქ არის მგრძნობელობის მომატება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ასევე. აჩვენებია რომ ანორგაზმის დროსაც კი, როდესაც არ არის ეს ცენტრალური წარმოშობის ანორგაზმია, მაშინაც კარგი შედეგები იდება. თითო რაში მდგომარეობს, ანუ რატომ ხდება ამ პროცედურით ამდენი პრობლემის მოგვარება.
სხივი, რომელიც ეს CO2 სხივი, რომელიც ხდება ქსოვილზე და არ იწვევს ქსოვილის ტრამბირებას, იქ არის თერმული და ფრაქციული ეფექტი, რომელიც ტრამბირებადი არ არის, ორიენტირებულია უჯრედში კოლაგენის სინთეზზე. კოლაგენი ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ეს არის ის ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ლიფტინგისთვის, ანუ დრეკადობისთვის, კუნთის და ქსოვილის. გარდა ამისა, ხდება ლორწოვანი შრის გასქელება, ხდება კუნთის ელასტიურობის აღდგენა, ანუ ერთად ვღებულობთ ეფექტს, როგორც თვითონ ლორწოვანის გასქელება, ანუ სიმშრალის საწინააღმდეგოდ, გარდა იმისა, რომ სიმშრალის ლაპარაკი აქ დაცვით ფუნქციაზეც არის ლორწოვანის შრის ლაპარაკი. ასევე არის ელასტიურობა, ანუ საშოს კედლების დაწევა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობიარობის შემდეგ პირველი რელაქსაციის სინდრომი, რაც აღინიშნება განსაკუთრებით ეს არის დიდი ნაყოფით მშობიარობა, განმეორებითი მშობიარობა, ტყუპებით მშობიარობა და ამის შემდეგ როგორც წესი იწყება პირველი ესეთი სურათის ასახვა. საშოს რელაქსაციის. აქვს რამე შეზღუდული ასაკი, თქვათ? არანაირად. იმიტომ რომ ასაკთან ერთად ეს პრობლემები მატულობს. შესაბამისად, ασაკთან ერთად ამ პროცედურის ჩატარების აუცილებლობაც მატულობს და სავალდებულოც კი ხდება. აი, თქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია დაიწყო ეს პროცედურა ადრეულ ასაკში და რამდენად ხშირად უნდა იგეთო, თქვათ, ეს ლაზერი. ჩვენების მიხედვით ეს არის მშობიარობიდან 6 თვის გასვლის შემდეგ პირველი ჩვენება პროცედურის გაკეთების. საერთოდ კეთება 3 პროცედურა, ეს არის ერთი ციკლი, ასე ვთქვათ, მკურნალობის, თითო თვის ინტერვალით. როგორც ვთქვით, პროცედურა ეს აბსოლუტურად უმტკივნეულო, არ საჭიროებს ანესთეზიას, არის რამოდენიმე წუთის მომცველი თქო და ამიტომ ძალიან კომფორტული. ერთი თვის შვალედით კეთდება 3 პროცედურა, ეს რაც სტანდარტით მოწოდებულია, მაგრამ ექიმის რეკომენდაციით შეიძლება მე-4 და მე-5 პროცედურის დაშვება. შემდგომ უკვე საჭიროება აღარ არის, იქიდან გამომდინარე, რომ იმდენად სტიმულირებულია უკვე თვითონ უჯრედი და უჯრედის ბიოსისტემა გააქტიურებულია კოლაგენთან და ელასტინთან მიმართებაში, რომ მეტი გაკეთება საჭირო, აი ერთ კურსზე 5 პროცედურაზე მეტი უკვე აღარც კეთდება. შემდგომ უკვე ეს ეფექტი კიდევ რა მინდა ვთქვა, ეფექტი სხივის დაცემისთანავე, ლაზერის სხივი როგორც უჯრედზე მოხდება, მექანიზმი ირთვება, მაგრამ ეს მექანიზმი ეს არ ნიშნავს, რომ ეფექტი მივიღეთ მაშინვე. თანდათან ნელ-ნელად დროთა განმავლობაში იზრდება, ერთი თვის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ისევ გავაკეთოთ პროცედურა, ანუ დავაფიქსიროთ ეს შედეგი და სტიმულაცია მივცეთ უკვე შემდგომ ისევ კოლაგენის წარმოებას, 2 თვის შემდეგ კიდე ერთი პროცედურა და იქ ჯერდებით. მაგრამ ეს შედეგი იზრდება და აღმავალია სადღაც 7-8 თვის განმავლობაში. მერე უკვე ჩერდება ეფექტი, ნელ-ნელა უკვე უჯრედი კარგავს აი ამ სტიმულაციის შემდგომ გამოწვეულ თავის ფუნქციას და ნელ-ნელა იწყებს უკვე ისევ შემცირებას. ამიტომ გვეუბნებიან, რომ 1 წლის შემდეგ საჭიროა ისევ გავიმეოროთ ეს პროცედურა. ანუ იცით რა, ბიოლოგიურად ქსოვილი მიდის ისევ ძირბილისკენ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და დავიჭიროთ ეს ეფექტი. კი ბატონო. რა შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ამ აპარატის გამოყენება? კი ბატონო, არ არის რეკომენდირებული, როდესაც ეჭვია მცირე მეჯის ღრუში სიმსივნურ წარმონაქმნებზე. არ არის რეკომენდირებული ციკლის დროს ჩატარება და ჰერპეს ვირუსის დროს წინასწარ 5-დღიანი მომზადება გვინდა, რომ პროცედურამ ჩაიაროს მშვიდად და წყნარად გართულების გარეშე. რამდენად მოგმართავენ ქალბატონები მანანა აიშარდის შეუკავებლობასთან დაკავშირებით და ან უпростоრად რამდენად აღიარებენ ამას? და რამდენად ინფორმაცია არსებობს ზოგადად ამის შესახებ? აი მართლა ძალიან საინტერესო კითხვა, აი მომართვიანობა რამდენად არის? იმიტომ რომ შარდის შეუკავებლობა, ბოდიში რო გავწყვეტინებთ, მინდა რომ კარგად ახსნა, რომ არ ნიშნავს ესეთი რაღაცა საინტერესო თემა ნამდვილად, იმიტომ რომ შარდის შეუკავებლობაზე სამწუხაროდ ნაკლებად საუბრობენ. საერთოდ ახლა მე როგორც გინეკოლოგი, ჩემთან მომართვიანობა გინეკოლოგიური პრობლემებით არის რასაკვირველია და აი როდესაც ნახავთ რომ უკვე საშოს კედლები დაშვებულია და ჩავეძიები და ვეკითხებით რომ ხომ არა გაქვთ ესეთი სიმპტომები, მე მეუბნებიან კი როგორ არა, ძალიან იშვიათად რომ ქალბატონმა მოგმართოს თავიდანვე აი ამ პრობლემით. ასე რომ ეს თემა მე ვფიქრობ რომ განსაკუთრებით უფრო აქტიურად უნდა მიეწოდოს საზოგადოებას ქალბატონებს, იმიტომ რომ
რომ რატომღაც ითვლება, რომ შარდის შეუყვებით პრობლემაზე უნდა ვიყოთ ჩუმად, ეს არის მოუგვარებელი საკითხი, ამას არაფერი ეშველება, ამ დროს ესე არ არის. შარდის შეუყვებობაც არსებობს ორნაირი, აქ არის სტრესულ შეუყვებობაზე ლაპარაკი. სტრესულ ჩვენ ვეძახით დაცემინების, დახველების, ფიზიკური დატვირთვის, ვარჯიშის დროს. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ მოგმართავენ სპორტსმენი გოგონების, რომლებიც ამბობენ, რომ დატვირთვის დროს ამჩნევენ ამ შეუყვებობის მომენტს და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან სხვა თუ არაფერი. ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს ისეთი, რომ მადლიერი პაციენტების, რაც ჩვენ ძალიან გვაბედნიერებს, მინდა ვთქვა, რომლებიც არიან აღფრთოვანებული, თუ ეს პრობლემა მოგვარდებოდა არ გვეგონა და ეს რა აღმოვაჩინეთ. ამიტომ აი ეს რომ ეს რა აღმოვაჩინეთ არ იყოს, ძალიან მინდა რომ რაღაც ფართოდ იყოს ეს გავრცელებული ეს ინფორმაცია, რომ ამ მიდგომ, ანუ მივაგენით ასე ვთქვათ ამ მეთოდს არაჩვეულებრივ ყოველგვარი ზედმეტი ჩარევების გარეშე. მე ერთს დავამატებდი, გავიხსენებდი, აბა თუ გახსოვს მანანა ესეთ ფაქტორს, რომ ჩემი მეგობარი მოვიდა პროცედურაზე, რომელსაც გაახალგაზრდავების პროცედურა ჩაიტარა და შემდგომ მეუღლემ მადლობაზე დამირეკა. კი, როგორ არ მახსოვს, ეს თავიდან რომ დავიწყეთ მაშინ იყო და ეს არასოდეს არ დაგვავიწყდება. ძალიან სასიამოვნო და ესეთი ვიზუალურითაც ძალიან ლამაზი გოგონა იყო, რომელიც იყო 4 შვილის დედა. მინდა გითხრათ და რამოდენიმე დღეს და ჩვენც ყველანი ველოდებოდით რასაკვირველი ეფექტს და მეუღლისგანაც მივიღეთ დიდი შეკება. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ მამაკაცებისაც ძალიან მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტორს, რომ თავისი პარტნიორი ქალბატონი იყოს, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი. იმიტომ რომ ეს არის პირადი ცხოვრებისთვის ერთ-ერთი განსაზღვრელი სერიოზული თემა, ხო? როგორც ქალბატონისთვის, ასევე მამაკაცისთვის. ასე რომ აქ თემას ანუ ეს იმიტომ მოვყევი, რომ უფრო დაწვრილებით თუ შეიძლება რომ ახსნა ну რა პროცესს მოიცავს და რა ხდება ამ დროს? ანუ რატო არიან ყვაყოფილები? მოყვეთ. ეს ძალიან უხერხულით მომენტია, როდესაც ქალი, მით უმეტეს დღევანდელ დღეს უკვე ძირითადად შემდგარი ქალბატონები არიან, ბიზნეს ქალბატონები და აი ამ სერიოზული ცხოვრების დროს და ყოველდღიურ შეხვედრები აქვთ რაღაც განსაკუთრებული მდგომარეობებით, ამ დროს ფიქრობენ, რომ ვაიმე ტუალეტში არ მომიწევს გაქცევა, ვაიმე უცებ არ დამაცემინოს საშინელი ფაქტორია, ასე ვთქვათ, დამსტრესავი და როდესაც სხვათა შორის ჩვენ კიდევ ერთი ქალბატონი ყავდა, რომელიც მეორე პროცედურაზევე რომ მოვიდა, პირდაპირ თქვა, რომ იცით რა, დამავიწყდა, რომ ეს პრობლემა მქონდა. მართლა, ისე საინტერესოა იმ მსგავსი ისტორიები, რამდენიმე რომ გაიხსენოთ. ცოტა ისეთ თემა რაღაცა საუხერხულო თითქოს ხო, მაგრამ ფაქტია რომ საჭირო თემაა და ფაქტია რომ საჭიროა ამ ინფორმაციის მიწოდება ქალბატონებისთვის. თქვა რომ ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც რა ვიპოვე და მართალია თუ არა და როგორ მიშველის ნეტავ მეორე პროცედურას, პირველივე პროცედურის შემდეგ რომ მაშინვე ეფექტს გრძნობენ, ეს არის ხო მაგათთვის აი წარმოუდგენელი ამბავი. მეორეზე მოვიდა აღფრთოვანებული და ნუ აი ილოცებოდა რომ ერთ სიტყვით რას მოვეწარი, ყოველ ნახევარსაათში რომ სულ ტუალეტზე ვფიქრობდი და ვეძებდი და ასე შემდეგ, თბილისიდან ისე ჩავედით ბათუმამდე მანქანით რომ არ გავჩერებულ ვართ. და აი ის მარტო ქალბატონზეც ხომ არ არის, არა ხა მეუღლეც იცაბება ხოლმე, როდესაც რაღაცა ეგეთი უხერხული სიტუაციებია. ბოლოს ქუთაისთან მეუღლემ მკითხა, რომ აღარ გავაჩეროთ მანქანა ტუალეტისთვის და აი უბედნიერესი იყო, რომ ესე იგი 4-5 საათი ასე ვთქვათ, მშვიდად იმგზავრა. პირველივე და სულ ვეუბნებთ, ეს არის პირველი პროცედურის მერე, მეორეს მერე უკეთესად იქნებით, მესამეს მერე უკეთესად. სპორტსმენებისთვისაც ძალიან სტრესულია, როდესაც ვარჯიშის დროს ხელი ეშლებათ. ერთი კითხვა მინდა დაგისვა, ძალიან მნიშვნელოვანი ონკოლოგიურ კლინიკებში საერთაშორისო ყველგან კლინიკებში არის ეს აპარატები დადგმული, ნუ არა საქართველოში რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის არის ჰორმონ შემცვლელი. აი ეს რო უფრო დეტალურად ახსნა. კი ბატონო, იცით რა, მე ისედაც ვიტყვი, რომ ეს ჩვენ რა თემაზეც საუბრობთ, ამას გარდა ამ პროცედურას კიდე სხვა პლუსები აქვს ესთეტიკური თქვით და
მერე თუ გნებავთ ესეც განვიხილოთ. გარდა ამისა, ამ აპარატს აქვს უნარი სხვა სამედიცინო გინეკოლოგიური პრობლემების მოგვარების, პოლიპების მოწვის, საშვილოსნოს ეროზიები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტიურად ამ ლაზერით ეროზიის მოწვა, ესეთი ძველი ის არის დარჩენილი ისე გამონათქვამი უნაწიბურად ხდება. ეს ლაზერი ეროზიის მოშორება უფრო. მოშორება, კი ბატონო. და ძალიან სწორია, რომ უცხოეთში მიღებულია როგორც წესი გინეკოლოგიურ კლინიკებში ამ აპარატის არსებობა, მაგრამ ერთ თემას უნდა შევეხო აუცილებლად. იქედან გამომდინარე, რომ ბევრი პრობლემა ქალის ორგანიზმში გვარდება ჰორმონალური გზით, მათ შორის საშოს სიმშრალების პირველი მკურნალობა არის ესტროგენის შემცველი პრეპარატებით. ეს არის არაჩვეულებრივი მიგნება, რომ არ ხმარობთ ჰორმონს. ანუ ჰორმონის გარეშე იგივე პრობლემა ლორწოვანის შრის აღდგენის და გასქელების ხდება ლაზერის სხივით. ამიტომ მინდა ძალიან ყურადღებით ეს გამოვაცხადო, რომ როდესაც გვაქვს მკერდის სიმსივნეზე ლაპარაკი, როდესაც კეთდება ოპერაციები და საერთოდ მკერდის სიმსივნე ეს არის ჰორმონდამოკიდებული სიმსივნე. ამ დროს პირდაპირ ჩვენებაა ხოლმე ლაზერზე, მანდ ვეღარ ჩაირთვება ესტროგენის შემცველი პრეპარატი, რომ სხვა სტიმულირება არ მოგვცეს და ასე რომ მამოლოგებისთვის ეს ძალიან საინტერესო და საყურადღებო ინფორმაცია. რომ ასეთ ქალბატონებისთვის რეკომენდაცია ალბათ მამოლოგმა უნდა გაუწიოს პირველი, რომ მოიკითხონ ქალბატონებს არ აქვს ყველას ეს ინფორმაცია, მით უმეტეს ესეთი პრობლემის დროს და რაღაც ინფორმირება უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ჰორმონის თავიდან აცილებით მხოლოდ ლაზერით, ესეთი უპრობლემო მეთოდით, ესეთი პრობლემის მოგვარება არის საუკეთესო მიგნება. ძალიან კარგია, რომ არის მაგის შესაძლებლობა დღეს საქართველოში, რომ ქალბატონებმა გვაქვს. კიდევ ვახსენეთ ჩვენ და ახლა მოგახსენებთ ესთეტიკურ მხარეზე. ესთეტიურად ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ უკვე ქალბატონებს, როდესაც ლაპარაკი გვაქვს გარეთა სასქესო ორგანოების ლიფტინგზე. ასაკთან ერთად ამის მოთხოვნა არის. გარდა ამისა, აი ამ ზონის პიგმენტაციის მოცილებაზე, რომელიც ასევე პრობლემურია, უფრო მეტად ჭარბწონიან ქალბატონებში, მაგრამ ესთეტიური თვალსაზრისით ძალიან კარგ შედეგს იძლევა. გარდა სამედიცინო ჩვენებისა, ესთეტიური ჩვენებაც გვაქვს ამ ჩვენ პროცედურაში. ეს თქვათ აი სხვადასხვა პროგრამა აქვს ამ აპარატს თუ ერთობლივად შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება? პროცედურა შეიძლება ერთობლივად ჩატარდეს, ანუ ვაგინალური პრობლემას და გარედან ესთეტიური პრობლემას, სხვადასხვა პროგრამა აპარატი არის იდეალურად ამაზე ორიენტირებული, რომ ამ პროგრამიდან გადავალთ მეორეზე და ერთ მოსვლაზე ქალბატონს შეუძლია ორთავე პრობლემის მოგვარება, კი ბატონო. რაც პროცედურები ჩაგიტარებია და საკმაოდ ბევრი. მანანა რამდენად თვლი, რომ უსაფრთხოა ეს აპარატი? არც ერთი პროცედურა არ ყოფილა, ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით მოგახსენოთ, რომ არც ერთი პროცედურა არ ყოფილა გართულებით. ყოფილა შემთხვევა, რომ ეს სხვა ლაზერის სხივზეც მიმოშავია და ქონია ლორწოვანის მცირე დამწრობაც, იმიტომ რომ თერმული ეფექტი ერთ-ერთი წამყვანია. ამ აპარატზე არ ქონია არც ერთი შემთხვევა. თვითონ CO-სხივზე. CO-სხივზე რასაკვირველია. არც ერთი შემთხვევა სტანდარტი არის ფაქტიურად, კი. ნამდვილად. ნამდვილად, იმიტომ ეს არის იდეალური მიგნება. ისე 10 წლის წინ მახსოვს სალო, როცა სოციალურ მედიაში განვათავსეთ ეს აპარატი გაახალგაზრდავების, პირველი ეს 12-10 წლის წინ, როცა შემოვიდა ანტი-ეიჯ კლინიკაში, ისეთი ამბავი მოყვა, რომ აი ვერ აგიღწე, რომ ეს არის ფაქტორი ხალებისთვის და დღესდღეობით მე უკვე ძალიან შეიცვალა და მიხარია, რომ მომართვიანობა მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, რომ როგორც ჩანს ამაღლდა რაღაც მიდგომის დონე, ასე ვთქვათ, ამ საკითხის მიმართ ინფორმირებას საზოგადოებაც გაიზარდა, ინფორმაციაც მეტი არის, რა თქმა უნდა. და საკმაოდ კარგი მომართვიანობა, თუ ვიფიქრებთ იმას, რომ ეს თემა ზოგადად მე უკვე გინეკოლოგიურად ცოტა ტაბუდადებული თემაა, რატომღაც მომართვიანობაში, მაგრამ ეთყობა ჩვენთან ძირითადად მე როგორც ვხედავ ცოცხალი რეკლამა ჭრის, იმიტომ რომ ერთ კმაყოფილ ქალბატონს მოყავს თავისი მეგობრები. ხო და კარგი ამაზე ბევრი უნდა ვისაუბროთ. არაერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს მოყავს დედა.
ხო. დედა ასაკოვანი ჩვენ ყოლია ყველაზე უпроსტი 82 წლის ქალბატონი ასაკი შეუზღუდავია რომელზეც იცით ჩვენ ვაფრთხილებთ რომ იცით უკვე ასაკის გამო ორგანიზმის რესურსი უკვე ძალიან ნაკლებად აქვს მაგრამ ისეთი კმაყოფილები არიან ნუ პირველ რიგში ჭარდი შეუკავებლობაზე გასაკვირველია რომ ჩვენც ძალიან ბედნიერები ვართ ამით და შვილი კმაყოფილია ფაქტია რომ დედა მოყავს ხო ერთი ქალბატონი იყო რომელსაც გითხრა დედა მოყვა რომ მე თქვენ აღარ მოგეშვებით რახან გიპოვნეთ იმიტომ რომ მაგასაკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ის რომ ამ დროს ჩართვა შეიძლება იმიტომ რომ ბევრ რაღაცაზე უკვე ასაკის გამო ვარს ამბობენ ამ პროცედურას არ აქვს ეგ შეზღუდვა პროცედურის დროსაც თუ დაამატებდით რამდენად ხან დრო სულ რამდენიმე წუთიანი ეს ვთქვით, ეს პროცედურა არის მართლა იდეალურია. მოდი მომზადება არ ჭირდება. რასაკვირველია მოდიან უკვე გინეკოლოგის მიერ დაკვალიანებული პაციენტები, ამიტომ განსაკუთრებული მომზადება, თორემ მანამდე კვლევა როგორ არა პაპტეცაც ვიკვლევთ, მაინც ვათვალიერებთ, ვნახულობთ, მაგრამ თვითონ პროცედურას მომზადება არ ჭირდება. არის უმტკივნეულო აღნიშნე და შესაბამისად არც ანესთეზიას არ ხმარობთ, რასაკვირველია. სულ რამოდენიმე, აი 3-4 წუთში, იმიტომ რომ ლაზერსკრის საწყობ საკმაოდ სწრაფია და ისე ხდება ცირკულარულად მთელი საშოს დასხივება, რომ სულ რამოდენიმე წუთს 3-4 წუთს მოიცავს, მეც არა. და შესაბამისად ეს რეაბილიტაცია არ არის საჭირო. 3 დღე გვაქვს თავს შეკავება, რაღაცების გასული პროცედურების მძიმება ესეთი. და რეაბილიტაცია არანაირი ქალბატონ შეუძლია წავიდეთ შიდა და გავხსნათ. ასევე გამიჩნდა ასეთი კითხვა, დღეს ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში პაპილომა ვირუსი. ამ შემთხვევაში, აი პაპილომა ვირუსის შემთხვევაში, რამდენად რეკომენდირებულია ეს პროცედურა? არა, ეს პაპილომა ვირუსი უკუჩვენება არანაირად. საერთოდ წვდომა არ აქვს ლაზერის სხივი, საერთოდ ყველა ლაზერი არის რაღაცაზე ორიენტირებული. ლაზერი ბევრ რამეში გამოიყენება მედიცინაში, ხო? ეპილაციაზეც ბოლოს და პოზმელანზე ორიენტირებული. ჩვენ სხივს აბსოლუტურად არ აქვს წვდომა, ისეთი რომ რაღაც პრობლემა გამოიწვიოს პაპილომა ვირუსთან საერთოდ შეხება არ აქვს. ჯურაკოლოგიაზე ორიენტირებული კი ბატონო და ხო, აი რაღაც პროვოცირება გაუწიოს თქვა და რაღაც ვერაფერს ვერ. ვერა. მიხედავთ მტკიცებით ვერ ვამბობ უბრალოდ რაც მოვისმინე იყო რომ ამბობდნენ რომ წინ ერთზეც კი არ არის თითქოს პრობლემა არ არის უკუჩვენება როგორც დედლაინით გვეუბნებიან არ არის არაფერზე მაგრამ მე მინდა მხოლოდ ჩემი აზრით თქვა როდესაც წინ ერთით მოდის ქალბატონი წინ ერთი არის ის მდგომარეობა საშუალო სხეულს რომელიც ძალიან ადვილად უბრუნდება თავის ნორმალურ მდგომარეობას ხელშეწყობის ფონზე. ამიტომ უბრალოდ კეთილიჩევის სახით ვცდილობთ რომ ჯერ დავაბრუნოთ ნორმალურ მდგომარეობაში და შემდეგ დავნიშნოთ პროცედურა. და პროცედურა მოითმეს, არ არის ეს სასწრაფო ჩარევის ჩვენების პროცედურა და ისე წინერთი არ უწერიათ არანაირ უკუჩვენებაში. მე მგონია რომ ძალიან საჭირო თემაზე ვსაუბრობთ და დარწმუნებული ვარ რომ გამოხმაურებაც ექნება. ალბათ ბევრი ქალბატონი არის რომელსაც საერთოდ არ აქვს მსგავსი ინფორმაცია ამ აპარატის შესახებ და ძალიან კარგი იქნება თუ გამოხმაურება იქნება კომენტარებით, დაგვიწენენ კომენტარებს, ასევე კითხვები თუ ექნება ჩვენ მაყურებელს ძალიან კარგი იქნება თუ სამომავლოდ გავითვალისწინებთ. სიამოვნებით მივიღებთ და რაც შეგვიძლია მაქსიმალურად ინფორმირებაში დავეხმარებით. ინფორმირებაშიც დავეხმარებით და ცხოვრების გაუმჯობესებაშიც დავეხმარებით მათ და როგორც თქვი მათ პარტნიორებს ასევე. მანანა მინდა ესეთ დელიკატურ თემას დაუბრუნდე რომელიც შენ უკვე აღნიშნე რომ ესთეტიურ მხარესაც ძალიან ვეხმარებით ეს არის ფერი და სხვადასხვა ესთეტიური მხარე, დიახ, ლიფტინგი. როგორ ფიქრობ, ამას ქალები თვითონ თავიანთი კომფორტისთვის აკეთებენ თუ მამაკაცები ამჩნევენ? მოდი ვთქვათ ესე, ჩემი აზრით ორთავე. პირველ რიგში ქალი უნდა იყოს თვითდარწმუნებული. ის რომ ქალბატონი თვითონ კარგად გამოიყურება, თუნდაც ახლან გასვლის სარკეში რომ ჩაიხედავს და თავის-თავი მოწონს, ის გაცილებით უფრო დაჯერებულია და უფრო წარმატებულია, ხომ ესეა? ნამდვილად. ასე რომ პირველ რიგში ეს მაინც არის ის რომ კომპლექსიც მოიხსნას, თვითონ იყოს კმაყოფილი, ბედნიერი და დაჯერებული თავის თავში. მეორე რასაკვირველია მამაკაცებს. მოდი ვთქვათ ესეც გულახდილად. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ქონია შემთხვევები ახლობლებიდანაც და პაციენტებისაც როცა უთქვამთ რომ აი ჩემ პარტნიორმა
იკითხა რომ რაღაც შეიცვალა და რა მოხდა. მამაკაცები გრძნობენ მე ვაგინალურ პროცედურას ვამბობ ამ წუთას. გრძნობენ სხვაობას. ნამდვილად გრძნობენ. არ გეგონოთ რომ მხოლოდ მამაკაცებს მუშაობს და არც არავის გონია ალბათ მუშაობს ნაოპერაციები ცხვირი დაფილირებული სახე ლამაზი ტუჩები და მაკიაჟი რასაკვირველია სქესობრივ ცხოვრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხო ის მომენტი რომ საშუარის დრეკადის საშუარის უფრო ვიწრო და გრძნობელობის მომატება ვთქვით ორგაზმი აი ეს ფაქტორები ძალიან დიდ გავლენას ახდენს სქესობრივი ცხოვრების მოწესრიგებაზე რომელიც ისევე როგორც დღეს განვითარებულ და თანამედროვე საქმიან ხალხს ჭირდება ასევე ჭირდება მამაკაცსაც ხო კაცები გრძნობენ ფიზიკურათაც როდესაც საშუარის ესე დრეკადი და ქალები შესაბამისად არიან ბედნიერები ასე რომ ქალები თავისთვისაც აკეთებენ ამას და თავიანთი პარტნიორები. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ აი ქალები მაინც ძირითადად უფრო ალბათ მშობიარობის შემდეგ მომართავენ. აი იმ შემთხვევაში თუ ქალი არ არის ნამშობიარები, ან საკეისრო კვეთა აქვს გაკეთებული, მაგ შემთხვევაში ნუ მესმის რომ თქვათ ნაკლებად საჭიროა, თუმცა ალბათ საჭიროა, რადგან ფიზიოლოგიური ცვლილებებია, ბერდება ორგანიზმი ეს შეკურველია. იცით რა არის? არანამშობიარები ქალბატონი და ნაკეისრალი ზოგადად ორსულობის გადატანაც ეს არის სიმძიმე რომელიც აწვება მენჯის ფუძეს შესაბამისად ეს კუნთები მაინც დაძაბულია და მაინც ტრამვირებულია ასე ვთქვათ რასაკვირველი ნაკლებად ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს მაგრამ სასურველი მაინც არის პროცედურის ჩატარება მაგრამ ნებისმიერ ქალბატონს საერთოდ ორსულობა რომც არ ქონია მაინც მოუწევს პრეკლიმაქსი კლიმაქსი ფიზიოლოგია თავისსაშვება კუნთი მაინც ბერდება სამწუხაროდ ასე რომ ეს პროცედურა იმათის ატროფიები ვაგინალური მაინც არის გვინდა არ გვინდა შარდის შეუკავებლობაც მაინც არის სასაკში და ამიტომ თუმცა ჯადოქრები არა ვართ ამ პროცედურის გამო მაგრამ თავისსაშვება ცხოვრება მაინც იბერისკენ მიყავს კუნთი ჩვენ მაინც ვცდილობთ რომ აქეთ მოვქაჩოთ და სულ მაინც სისტემატიურად მაინც უნდა ვიყოთ კონტროლის ქვეშ. ასე რომ წელიწადში მე უკვე ვამბობ პრეკლიმაქსზე. საერთოდ მშობიარობის შემდეგ ვახსენეთ რომ 6 თვეში კეთება, მაგრამ არ გვითქვამს ის რომ ყველაზე კარგი უკვე ასაკში გაკეთება არის პრეკლიმაქსი, ანუ კლიმაქსამდე 4-5 წლით ადრე მაინც რომ დაიწყოს ამ პროცედურის კეთება. იმიტომ რომ ფიზიოლოგიურად მიდის ეს უკვე პათოლოგია არის ფიზიოლოგია მაგრამ ხომ არის უკვე დაბერების პრობლემა ასე რომ აი 4-5 წლითაც სადღაც 40 წლიდან წელიწადში ერთხელ როგორც წესი იმიტომ რომ ჩვენ ვერ დავამარცხებთ საბოლოოდ სიბერეს მაგრამ მაქსიმალურად შევებრძოლებით და როგორც შეგვიძლია დავიჭერთ ჩვენ ახალგაზრდობას ხელში თუმცა პროფილაქტიკისთვის როგორც ვიცი ერთი პროცედურა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდობიდან იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით რომ კოლაგენის და ელასტინის უკვე ესე შემცირება ხდება 25 წლიდან. კი, გეთანხმებით, პროფილაქტიკისთვის საჭიროა, მაგრამ აი კიდევ ერთი ვის არის მშობიარობის შემდეგ რომ კეთდება, შემდეგ ვეუბნებით რომ აუცილებლად შემდეგი მშობიარობის მერეც აუცილებლად უნდა გაკეთდეს თუ რამე პრობლემა შეამჩნია ქალბატონმა ისედაც უნდა მოვიდეს ამ შუალედებში და კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი უნდა თქვა საერთოდ მიღებული ევროპაშიც და ამერიკაშიც რომ მეანი როდესაც ამშობიარებს ქალს მეანი ესაუბრება და ინფორმაციას აწვდის ამ პროცედურის შესახებ და უბნებო 6 თვეში უნდა გაიკეთოს ყველა ქალბატონმა სამწუხაროდ ჩვენთან ჯერ ვერ მივაღწიეთ ამის რომ ყველა ქალბატონი თუნდაც მეანისგან იყოს ინფორმირებული რომ არსებობს ესეთი საშუალება რომელიც უნდა გაკეთდეს ყველა მშობიარობის შემდეგ იმიტომ რომ ეს არის დიაგნოზად დასმული საშუალო რელაქსაცია ყველა მშობიარობიდან და საპროფილაქტიკოდ რასაკვირველია სუროჩივილები არ ხოდეს წელიწადში ერთხელ სტიმულაციისთვის ეს არის არაჩვეულები მიგნება მაგრამ ამიტომ რომ გაახალგაზრდავება ეხა მარტო გარეგნულად არა სახეზე ხო ვიკეთებთ როგორც წესი 6 თვეში ეს ხომ როგორც წესი სულ ვართ რაღაცა მობილიზებული რომ არაფერი გამოგრჩეს ხო მით უმეტეს ისეთი დატვირთვა მინდა ვთქვა სახესთან შედარებით იმ კუნთზე კუნთი ერთი და იგივე სტრუქტურის არის ქალისთვის ხო თავის კუნთი თავის ის არის ერთ და იგივეა ამ დროს გაცილებით მეტი დატვირთვა აქვს სახის კუნთის საშუალებით მანანა და ერთ კითხვას დაგისმევდი აი ვისაც ოპერაცია აქვს გაკეთებული და არ აქვს საშვილოსნო და ყელი
ამ შემთხვევაში რას გვეტყოდი? იცით რა, ჩვენ მუშაობთ საერთოდ ვაგინაზე, ანუ საშოზე. ჩვენ არ ვეხებით ყელს და საშვილოსნოს. ასე რომ მაგას არ აქვს მნიშვნელობა იმ მხრივ თვითონ პროცედურის ჩატარებას, პროცედურა ჩატარდება. მაგრამ როდესაც კეთდება ექსტირპაცია და საშვილოსნო აღარ აქვს კალბატონს, მით უმეტეს მიდის ჰორმონალური დეფიციტი. მით უმეტეს მეტად ვითარდება სიმშრალეც და კუნთის მოდუნებაც, ეს მაგათთვის აუცილებელია. ქალბატონო მანანა, ასევე არსებობს პლასტიკური ქირურგიით გაახალგაზრდავება და ამ შემთხვევაში თუ არის რეკომენდირებული და საჭიროება თუ არის ამ პროცედურის გაკეთება, როცა უკვე პლასტიკა აქვს გაკეთებული ქალბატონს. საშოს პლასტიკა კეთდება თავისი ჩვენების მიხედვით, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს ლაზერი ნამდვილად. ლაზერს აქვს თავისი ჩვენება, ეს არის საშოს კედლების დატევის პირველი, მეორე ხარისხის დასწრება, მესამე ხარისხზე უკვე აღარ კეთდება ლაზერი, კეთდება პლასტიკა. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ პლასტიკის შემდგომ საშოს ზედა და ქვედა კედელზე ჩვეულებრივად ნაწიბურებია, იმიტომ რომ ეს არის ქირურგიული ჩარევა. ნაწიბურებზე ლაზერი მოქმედებს არაჩვეულებრივად. ანუ რა მინდა ვთქვა, რომ გაკეთდება პლასტიკა, მის შემდეგ ლაზერი, რომელიც იმუშავებს როგორც კოლაგენის სინთეზზე და სტიმულაციაზე, ასევე ნაწიბურების და კელოიდი, რაც ხდება ხოლმე შემდეგ, ნაწიბურებზე გარბილება, გათანაბრება, თვითონ კუნთების მაინც ელასტიურობა, ასე რომ ძალიან კარგი შედეგი აქვს ოპერაციიდან 6 თვე უნდა იყოს გასული, რომ შემდეგ ისევ ლაზერი დაიწყოს და პირიქით, ეხმარება იმ ეფექტს, ხელს უწყობს გახანგრძლივებაში ეფექტის ქირურგიული ჩარევის შემდგომ და საშო მოყავს უკეთეს მდგომარეობაში კელოიდებთან მიმართებაში. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მანანა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ოჯახს, ქალბატონს და მათ პარტნიორს გააგვედნიერებს. სალომე, საჩუქრები არ დაგვავიწყდა. რა თქმა უნდა, ესე იგი ჩვენგან სტუმარი არ მიდის საჩუქრის გარეშე და ესე იგი ნატალიამ გაარკვია, რომ თმის მოვლის რაღაც პროდუქტი გჭირდებოდათ და გავარკვიეთ. რაც გჭირდება. ძალიან დიდი მადლობა მანანიკო, ესეთი საინტერესო რჩევებისთვის. მადლობა დიდი მოწვევისთვის და გვიგულეთ თქვენ სამსახურში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მანანა. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს.